ხილიანზე ორეზოში 12 მანქანა დაამტვრიეს. ინფორმაციას მოქალაქე ერთ-ერთ Facebook ჯგუფში ავრცელებს. ბალანჩივაძის ქუჩაზე ორეზოში დაახლოებით 20 მანქანა დაალეწეს. დაწერა კიდევ ერთმა მოქალაქემ ამ პოსტის კომენტარში. ოცნების პროპაგანდისტული იმედის მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გათიშული იყო. მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს. მომხდარზე სუსმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლების წინააღმდეგ მალე ახალ ზომებს მივიღებთ. მათი საომარი ეკონომიკა უკვე დასუსტებულია, ჩვენ მას კიდევ უფრო დავასუსტებთ. განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში. კაია კალასი დღეს კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. 91 ადამიანი დაშავდა სლოვაკეთში 2 ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად, მათგან 7 მძიმე მდგომარეობაშია. სლოვაკეთის ხელისუფლებამ ავიაკატასტროფის გაუმწვევი მიზეზის გამოძიება უკვე დაიწყო.